გარდაბანში 230 მეგავატიანი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2015 წელს დასრულდება. ტერიტორიაზე გაზის ტურბინების მონტაჟი დაიწყო. ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემების შექმნის შემთხვევაში ალტერნატიული სარეზერვო ელექტროსადგური რეგიონს მუდმივი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. მშენებლობის პროცესს დღეს ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები გაისმენ. პროექტს საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით კომპანია ჰალიკ ენერჯი ახორციელებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამონაბოლქვი ორთქლი, რომელიც წარმოიშობა გაზისთვის შედეგად გამოყენებულია ორთქლის ტურბინებში და ამით მარგიფმედების კოეფიციენტი თითქმის გაორმაგებულია. ეს არის ძალიან ეკონომიური, უახლესი ტექნოლოგიის ნაწარმი. უკვე ჩამოტანილია ფაქტიურად ყველა ის დანადგარი, რომელიც უნდა დამონტაჟდეს. ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიმდინარეობს მშენებლობა. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ენერგეტიკის დივერსიფიკაციის და დამოუკიდებლობის მიღწევისათვის. ცხადია, რომ ეკონომიკის განვითარება ენერგეტიკის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია და თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც ინერგება, აქ გვაძლევს საშუალებას გაცილებით იაფად მივიღოთ ენერგია. ეს არის 230 მეგავატის თბოელექტროსადგური შერეული ციკლის, რომელიც ჭდება დაახლოებით 220 მილიონი დოლარი. პრაქტიკულად გადაიჭრება ყველა ეს პრობლემა, რაც ელექტროენერგიასთან დაკავშირებით არის მის დეფიციტთან ზამთრის პირობებში და გარდა ამისა მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 27 წუთი დაჭირდება ელექტროსისტემის ოპერატორს სადგური შეიყვანოს სისტემაში.